სალამი გიჟგარაჟის მაყურებლებო, ჩვენ გიერთებით ძალიან საინტერესო ვიდეოთი. დნეპრი ჩამოვაკითხეთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ხვალაპირებენ დრიფტ შოუზე გასვლას. და მოდი ვნახოთ რა აწყვეს მათ ორ ღამეში, რაც ძალიან შესანიშნავი ფაქტია და ძალიან რთულია. მოდით დაგათვალიერებინოთ. და ეხლა ვნახავთ ამ პროექტის იდეის ავტორებს და პრინციპში ერთ-ერთ თანაავტორს ბატონ ოთარის. ბატონ ოთარი, როგორ ბრძანდებით? გამარჯობათ, მივესალმები ჩვენს მაყურებლებს. ძალიან კარგი, ბატონ ოთარ გვაინტერესებს საიდან მოგივიდათ ამის იდეა და საერთოდ რა მანქანაა და რა ხდება მამაო? ეს არის Volkswagen Passat. აჰა. იდეა გაგვიჩნდა იქიდან, რომ თავდაპირველად გინდოდა უბრალოდ კრიშა გადაგვეჭირა შესაბამისად საფრთხე მოდის და იქიდან გამომდინარე გინდოდა 4-კარიანი კაბრიოლეტი გყოდა და რა თქმა უნდა სახალისოთ რა და მე მგონი გამოგივიდათ პროექტი. შემდეგ ჩვენმა მეგობარმა დაგვიმატა პროექტი, რომ უკან შემდეგ მეორე Passat-ი მიგვება. ანუ გამოგვივიდა Passat-ი. Passat-ი ტირე Passat-ი პრინციპში, ხო? ძალიან საინტერესო. გინდოდა რომ ყოფილიყო ორიგინალური რა და შესაბამისად გამოგვივიდა ცოტა გიჟურის სახალისოც ნამდვილად და უდავოდ გამოგვივიდა. მით უმეტეს მცირე დროში რაც შეგვეძლო მაქსიმალურად შევძელით. ანუ პრინციპში პირველი ტესტები გაიარა, ხო? ანუ მანქანა არ დარჩა უკანა Passat-ი, ტირეს მერე შესანიშნავად მოძრაობს, გადაადგილდება. როდესაც მოგვეცემა საშუალება ვიმოძრავებთ ამ ავტომობილს. ძალიან მაგარია და ეხლა რა მაინტერესებს, აი სამომავლო გეგმები რა გაქვთ ამ მანქანაზე, რავი, რას ფიქრობთ? სამომავლოდ ბევრი გეგმა გვაქვს. საბოლოოდ უკან გვინდა საფულისთვის უფრო აუზი გავაკეთოთ შეგვით და ვაუ, ესეც ორიგინალური იქნება ჩვენ. ნამდვილად. აუცილებლად გესტუმრებით მაგ დროს და შევეცდები მივიღო მონაწილეობა. მინიმუმ ცელოფანს მაინც ჩავაფი. ან წყალს მაინც ჩავას. მოდი წყლის ჩასმას ვიზამ, იმიტომ რომ უფრო მარტივი არის ჩემი აზრით. მოგვიყევ ახ შენ ემოციებს თუ გაატარეთ ეს მანქანა ლოგიკურია გაატარეთ უკვე? რა თქმა უნდა, ემოციურია, ხალხის ყურადღებას იქცევს გამლელებისთვის და ყველა ხალისით ხდება და რა თქმა უნდა, ემოციური სატარებელი არის. ვა, ძალიან მაგარია. შიგნით რა ხდება ახ კონკრეტულად? შიგნით რა ხდება და ერთი წამით გვაქვს უკან მისაღები თავის მაგიდით. ვახ. ძალიან მაგარია, მოდი მეც ჩავჯდე, მე მგონი ჯობია. მოგძანდი. აბა თუ ჩავჯდები, რო გითხათ რომ მარტივი ჩასაჯდომია, დიდად არა, მაგრამ ეხა მაქსიმალურად შევეცდები. ჰა. ერთო მიშვი. ოპა, ჩავსკუბდი. ვა, მამედ მაგარი კომფორტულია, მინდა გითხრათ მეგობრებო. იქ უკან მაყურებელი ყო სპეციალური არ მივაქციოთ ყურადღება. ან ხელი დაუქნიოთ. ან კომენტარებში დაწერეთ ვისაც ისწრებთ. დიახ ბატონ ოთარ, რას? აქ შენიერი მაგიდა არის, ერთი კანჭი დაიგლებო. რა თქმა უნდა. როდესაც შევჩერდებით სადმე, აქ დავაწყობთ სუფრას. ძალიან მაგარია და ქარი არ გიბერავთ, ალბათ ესეთ კითხვები ექნებათ ხალხო, ძალიან ქარი არ უბერავს და უკუმაროზი ხართ იქ და ცუდად არ ხდებით და ასე შემდეგ. ნაკლებად. შესაბამისად კარგ ადგილში კარგ ამინჩი გადავადგილდებით და მშვენიერი. და ესენი რო ესე არის ახ დატოვებული ეს არა ესენი ინები და ასე შემდეგ. დილის პროექტი ეს ხო 2 ღამის ნაშრომია და ხვალ უკვე შესაბამისად მზად იქნება. თუ გავითვალისწინებთ ახლა დილის 5:30 ნამდვილად. მეცაც გეტყვი 20 წუთი უგლია. ძალიან კარგი. ეხლა მე რა მაინტერესებს ბატონო ოთო. ხვალ რას გეგმავთ ამ მანქანას რას უპირებთ? ანუ უბრალოდ შოუკეისისთვის იქნება თუ რამე დრიფტსაც შეესწრები თუ რას იზამთ? დრიფტს ვერანაირად ვერ შევეცდები, შესაბამისად ეს წინა წამყვანი არის და უბრალოდ შოუსთვის რა, შოუს ელემენტებით რაღაცა იქ დრიფტი იქნება ჩვენს მიმოძრავებს და უფრო ხალხისთვის სახალისო იქნება რა, ჩვენი გამოჩენა. მე ვფიქრობ რომ ძალიან მაგარი გამოვა, მოდი ხვალინდელ დღეს ბევრს გავასეირნებთ და შესაბამისად გავახალისებთ ბავშვებს, ახალგაზრდებს და ნებისმიერი ასაკის ადამიანს გავასეირნებთ უპრობლემოდ. ძალიან მაგარია. ხვალ მეგობრებო აუცილებლად დავესწრებით ჩვენ ამ დრიფტ შოუს, გიჟგარაჟიც მივა და შესაბამისად ხვალინდელ კადრებსაც შემოგთავაზებთ. აი
მოულოდნელი სიურპრიზი. ბიჭები ქუთაისში გვეწვივდნენ კეთების პერიოდში და თლად ბოლომდე ვერ გვეწვივდნენ. აუ მიკროფონი დავიწევ. სიგარეტი ხვალა. არა. არ არის. ეგრეთ წოდებული ისკრა, ანუ დენი არ მოდის სვეჩებზე და შესაბამისად არც იქოქება ჩვენი ბაიკი. გიგა რაღაცა სრულებს იძახის, მაგრამ მოკლედ არ მივაქციოთ ყველაფერი. ავტობუნა ქუთაისამდე ჩამოვიდით. საპატროლოს წინ გავჩერდითო. სადაც შეულიესო გამოვიდნენ და საინტერესო ის არის პირველი ასე ვთქვათ ფანები შეხვდნენ. ჩვენი პირველი ფანები შეხვდნენ, რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვეს ჩვენზე. და მადლობა მინდა გადავუყადო ყველა ფანს, რომელიც გვიყურებს. არა ფანსაც და ფანსაც. შეიძლება ესე რო ითქვას. ვიყურე ძმა იკერებო და დაიკერებო. მივიდე დაზარალებულებთან. კიდე გადარჩა ბრატ. კიდე დარჩებოდა რა კიდე. აუ ეგი კიდე გადარჩა. ია მაგრამ ორიგანი სიგარეტი ხდება სტულა ქონდა ჯიბელი ხდება სამარ სიგარეტი ჩემი წავედი ნეპია ის ნაიტი ჯეშემა ბატორი აღარ გაგია ვიდეო 3 days later. ისავე გაქნება ამისი ეგ რამჭის კალებ განა ხოჩი მიცა საცხომაკილი დნეპრი გიჟგარაჟი 5-ით არა 17-ით 0 ვთქვი პრაქტიკულად შუქი კაი იყო ის გასორე და შეშიდოდა ასეც შეგვიძლია რომ უცია თლაკა ისი ახლა თუ იძამ საქმეს იზანს ვიდი ბარო მიგერ მოკლედ მოვედით drift show-ზე და ეხლა ცოტას გავისეირნებ და კითხვებს დავუსვამთ ჩვენ მეგობრებს ამ მანქანასთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო ასე ვთქვათ გამოგვივა რაიდი ამ მანქანაში. ანიკიცად ვაფშე გერე გაჭიმული აი არა მაგდენი დრო არა აკო იძლევა თანებებს. ოუ ნახოთ რა იქნება. ძმა ვიდეოს იღებ? კი, კადრში შეგიძლია მომახვეც? კი. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. დრონი ხომ მოყვება თუ დარჩადი? კი, მოყვება. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. აი ეს ყოჩაღი ხალხი ხალხო, რომლებიც მაიმუნებენ, ესეთ მაიმუნებს აწყობენ. ბატონო ოთიამ, რა გვაინტერესებს? დაგვაცანით ეს ადამიანი ვინა რა არის? იმიტომ რომ თვითონ ეს არის ჩვენი მეგობარი კაკუნა. Audi Volkswagen-ის ლომი. ვაუ.
და ეს ყველაფერი როგორც ვიცი ერთ-ერთი იდეის ავტორი ბატონი გაკონა იყო, მართალია რა? ძირითადი ფუძემდებელი ეს ძირითადი ფუძემდებელი გაკონა იყო. ანუ თქვენი ორის გამოწყება ესე ვთქვათ ეს ყველაფერი. მოიცა კაცო და შენ თუ აქ ახარ, შენაც აქ ახარ საჭესთან ვინა? ვინა? ვა, ეს ავტოპილოტია? გასაგებია, გასაგებია. უპილოტო მართვით ლიმუზინი. გასაგებია. ილონ მასკი ნერვულად ეწევა სადღაც კულისებში, როგორც მივხვდით რა. ძალიან კარგი, ძალიან საინტერესოა. ერთი ორი სტუდი თქვენ შესახებ მოგვიყევით, რა საქმიანობთ, რა საკეთებთ. საიდან ესეთ სიყვარული, ესეთი გიჟური პროექტების მიმართულებით? ძირითადად ავტოსიყვარული გვაქვს რა. და იქიდან გამომდინარე შესაბამისად გადავწყვეტ რომ ასეთი პროექტი გაგვეკეთებინა. ძალიან მაგარია. მინდა გითხრათ რომ მაგარი შეგრძნება არის, როცა უპილოტო მართვის შიდაწვის ზავიანი მანქანი დადიხარ. ძალიან საინტერესოა. უბრალოდ რა მაინტერესებს, აი არიდება თუ აქ წინ ამე თუ შეგხვდება. რა თქმა უნდა. რანაირად? რანაირად და ხელოვნური ინტელექტი. აჰა. ეს განსაზღვრავს. რაღაცა და წინ დაბრკოლება შეიქმნას. ანუ რაღაცა. ანიშნებს და დავეძებ ხელის. აო. საბურავებში. აი ხელის მუხრუჭი მეგობრე, ოპ, შიანელა, კარგია. ეს როგორც მივხვდი, როგორც მანქანებში არის რაღაც ლუქები და საინტერესო. ესია ქვედა ლუკი. გასაგები. აჰა, უკანა მხარის გაგრილება სიცხეში. ძალიან მაგარია და ძალიან საინტერესოა. კარგია, გადასარევი. გადაირბენს ხელოვნური ინტელექტი ახლა. ხოდა მარცხნივ და გოლ. აჰა. ხელოვნურმა ინტელექტმა დააკორექტი რა. გზა. პალასაზე ვარ. პალასაზე ვარ. სად ხარ ადგილზე? მე 10 ლარია შემოსვლა და. ეს ყველაფერი წერია, რა. აი. საინტერესოა. ალბათ გაინტერესებთ რატომ აქ ესეც სახე. რატომ და ოღონდ იგი 6 ვებაგრიშკა რო ჩანდეს და ჩვენი სერიოზულად. პროექტს. ჩვენი მეგობრები, რომლებთაც ვესტუმრეთ. აქ რა გინდა? სალამი გიჟგა. სუგა. შე თხოხივით ანუ გიგავია.